აპარატის მიერ გამოცხადებული კონსასტის მინდა გარკვეულად გარკვეულ სარგებელს ნიშნავს იმ სტუდენტებს, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა. მოგეხატა თქვენი ერთისწყლი ცოდნა საკითხისა, თქვენი რეგულირებაზია და მე. ეს თემა იმიტომ შემარჩია მართლა ძალიან წარმატებული პროგრამა და ეს პროგრამა ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იქმნება. ძალიან ვწუხარ, რომ ამჯერად უფრო მეტი სიმბოლური ჯილდოთი, მაგრამ ერთის წრეში და მეორის მხრივ გარდა გამარჯვებული იყო რამდენიმე ნაშრომი კომისიაც დამეთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა გაგვიჭირდა მე პროექტული სიგელი მინდა გადავცე ხალიდ მურადოვ და ასევე მე მინდა სანამ მინისტრის აპარატის სახელით მინდა გადავხატო ქალბატონის ასეთი საინტერესო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ჩაატარა კონკურსი 4+1-ში პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. მოგეხსენებათ, ესენი არიან ეთნიკურად სხვადასხვა წარმომავლობის ჩვენი ახალგაზრდა მოქალაქეები. ეს გახდა თემაზე ევროინტეგრაცია და მე. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს კონკურსი ჩაგვეტარებია იმდენად, რამდენადაც მოახლოებული გახლავთ ასოცირების შეთანხმებაზე ევროკავშირთან ხელმოწერა. დღეს სწორედ სტუმრობს საქართველოს ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ბატონი ჟოზე მანუელ ბაროსო, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ჩვენ ახალ ფაზაზე გადავდივართ. ჩვენ გვინდოდა სტუდენტებისაგან გაგვეგო, რას ფიქრობენ ისინი ამ პროცესზე, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებაზე, როგორ ხედავენ საკუთარ თავს, საკუთარ მომავალს ევროპულ საქართველოში, რა მოლოდინები აქვთ, თუ აქვთ ასეთი რა საფრთხის განცდები აქვთ, რა წინადადებები აქვთ და მინდა გითხრათ, რომ მართლა ძალიან კმაყოფილი დავრჩი კონკურსის შედეგებით, ჰქონდა არაჩვეულებრივი ნაშრომები, ძალიან ნიჭიერი კონკურსანტები ყავდა, ძალიან ნიჭიერი სტუდენტები, ჩვენ გამოვავინეს სპეციალური კომისიის მეშვეობით 3 საუკეთესო, რომელთა დაჯილდოების ცერემონიალი იმართება დღეს, მაგრამ მინდა ყველას აღვნიშნო მონაწილეობა მადლობის სიგელით, რადგანაც ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტი წარმატებული სტუდენტი ყავდა. საერთოდ ამოცანა კიდევ ერთი რაც მინდა დავამატო, გახლავთ ისიც, რომ თქვენ იცით, ჩვენ ახლა ვამუშავებთ ახალ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკას, ეს არის საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და უმრავლესობის მთლიანად ერთ საქართველოს მოქალაქეობრივი პრინციპით ინტეგრაციის სტრატეგია, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართვა, სტუდენტების ჩართვა. მე მინდა ეს სეგმენტი გააქტიურდეს, მინდა მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები მოვისმინო და ავსახოთ სახელმწიფო პოლიტიკაში. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის წარმომადგენლებს. კონკურსი იყო საქართველოს ევროინტეგრაცია და მე ამ კონკურსის აქ მივიღე მონაწილეობა და საერთოდ არ მოველოდი რა, რომ გამარჯვებული ყოფილიყავი. და ძალიან გამიხარდა. კონკურსი იყო გამოცხადებული შემდეგ თემაზე საქართველოს ევროინტეგრაცია და მე. ამ პროექტის ფარგლებში 3 გამარჯვებული უნდა ყოფილიყო გამოცხადებული და ამ 3 გამარჯვებულებს შორის ერთ-ერთი ვარ მე, ძალიან მიხარია და მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს რომ შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი აზრი დაგვეფიქსირებინა ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მოგახსენებათ საქართველო იმყოფება მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ხელი უნდა მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას, რაც ითვალისწინებს ევროკავშირში ინტეგრაციას.